მოსამართლის შეურაცხყოფა და ჩვევად ქცეული კანონდარღვევები მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. ნიკა მელიას სახელმწიფოსა და კანონმდებლობის პატივისცემით არასდროს გამოირჩეოდა ის, რომ პოლიტიკოსზე მეტად კრიმინალია მისი უახლოესი წარსულის გადახედვითაც დასტურდება. მელია პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე ახსნა განმარტებების მისაღებად მიიწვია, რაზეც ახალი თანათავმჯდომარემ უარი თქვა და ეს იმის ფონზე, რომ სხდომაზე არ მისვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. დააიგნორა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. არაპირებდა გამოცხადებას საკუთარ პროცესს, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელად. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაკავებულმა მელიამ სასამართლოსადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გამოხატა და მოსამართლეს წყალი შეასხა. მელიას როგორც დამნაშავის წახალისება გარე ძალების მხრიდან ჯერ კიდევ 2021 წელს მოხდა, როდესაც ის ციხიდან ევროკავშირმა დაიხსნა. ნაცმოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, რომელსაც საგამოძიებო უწყება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა. ელექტრონული სამაჯური კი გადააგდო. ღია იმუქრებოდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ. თუმცა მის ქმედებებს კანონის შესაბამისად დაკავება მოყვა. სწორედ მელიას დაკავების თავიდან ასარიდებლად და ქვეყანაში კრიზისის შესაქმნელად გადადგა თანამდებობიდან გიორგი გახარია, რომელიც იმ დრომდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მელიამ საპატიმრო კი მას შემდეგ დატოვა, რაც ნაცმოძრაობის ლობისტი ევროდეპუტატების ორგანიზაციამ ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის მისი გირაოს თანხა გადაიხადა. არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ. ნაცმოძრაობა ყოფილ თავმჯდომარეს ქმედებას უწონებს. ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედ პარტიაში ამბობენ, რომ მელიას ადგილას თავადაც მსგავსად მოიქცეოდნენ და მოსამართლის შეურაცხყოფა მათთვის კანონდარღვევა არ არის. ეს არის ის უმცირესი პროტესტი, რაც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს შესაბამისად. რაიმე კრიმინალს ვერ ვხედავთ, ნიკა მელიას ადგილზე რო ყოფილიყავი, მეც იგივეს გავაკეთებდი. ის არ არის მოსამართლე, შესაბამისად სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტს არ ქონია ადგილი. ხალხის ძალაში განმარტავენ, რომ მელიამ მოსამართლის მიერ დაკისრებული მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებით არ ისარგებლა, რასაც კანონის შესაბამისი ქმედება მოყვა. რაც შეეხება მოსამართლის შეურაცხყოფას, პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული ყველა სახელმწიფოში დასჯადი ქმედებაა, რაც სიურპრიზი არც მელიასთვისაა. სასამართლო წავიდა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიებად. სასამართლომ არ მოითხოვა პატიმრობა. სასამართლომ მოითხოვა გირაო და გირაოს არ გადახდა, უკვე ავტომატურად გულისხმობს, რომ უნდა დამძიმდეს აღკვეთი ღონისძიება. რაც შეეხება მოსამართლისთვის წყლის შესხმას, ნებისმიერ ქვეყანაში მოსამართლის შეურაცხყოფა არის დასჯადი. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ნიშარისი დაკავებაც ახალის თანათავმჯდომარემ შეძლო ეს სახელმწიფოსა და კანონმდებლობის უპატივცემულობაა. მმართველ პარტიაში მელიას კანონდარღვევებზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ მიუხედავად მცდელობისა, გარე ძალების მიერ მართული დამნაშავე პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ არსებული საქმეების პოლიტიკურ დევნად წარმოჩენას ვერ შეძლებს და ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს. ზე პირადაც გავაკეთეთ, როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, გაფრთხილებები ასევე ყველა იმ წერილში, რომელიც კომისიის სახელით ყველა პირს, მათ შორის ბატონ ნიკა მელიას გაეგზავნა, იყო მითითება და გაფრთხილება მან და ზოგიერთმა მისმა თანამებრძოლმა ეს არ გაიგო, არ შეისმინა და არ გაიზიარა. ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულნი ვიყავით, რომ საქმე გადაგვეგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებში და ამის შედეგია სწორედ ის, რომ ბატონი მელია გახლავთ პატიმრობაში. რაც შეეხება მოსამართლის წინაშე მის ქცევას, მე ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები, ვინაიდან როგორც ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთს და მათ შორის ბატონ ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია და ამას რა თქმა უნდა კარგად შესწავლა და კიდევ უფრო მაღალი დონის სტანდარტების დაწესება სავარაუდოდ სჭირდება. 2020 წელსაც ზუსტად ანალოგიურად მან ის სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს რეპუტაციის, იმიჯის ჩამოსაშლელად პირდაპირ ეგრეთ წოდებული სამაჯური მოიხსნა და სახეს შეესრულა ქართველ ხალხს.
და რასაც მოყვა მერე გახარიას სხვადასხვა როგორც თვითონ თქვა დიპლომატთან ურთიერთობის შემდეგ მისი გადადგომა და მისი დაცვის მცდელობა. ეხლა ზუსტად იგივე საკეთებს. ნიკა მელიას მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული, რაც სასამართლოსადმი უპატივცემულობაში გამოიხატა სასჯელის სახით ჯარიმას გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1-დან 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 წლამდე ითვალისწინებს.